2013-14 წლებში ევრომაიდნის პროცესების დროს არაერთი მარში ჩატარდა. პროფესიული ჯგუფების პროტესტები ხაზს უსვამდა, რომ მოძრაობა მთელ საზოგადოებას მოიცავდა. იგივე მიზანი და სცენარი აქვს საქართველოშიც. თუმცა ხალხის ერთიანობის ჩვენების მცდელობა უშედეგო არ რადგან ეგრეთ წოდებულ მარშებზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი და ისიც რადიკალების აქტივისტები დადიან. თან რაოდენობაში იმდენად გაუჭირდათ, რომ სხვადასხვა პროფესიულ მარშებში ერთი და იგივე პირი მონაწილეობს. მარტივად შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-14 წლები და ზუსტად იგივე სცენარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალული, მეტყველებს იმასე, თუ რამდენად გაგოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, მათ წააგეს ქუჩა, ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას, ვერ ბედავენ ზოგადად გამოჩენას. თბილ ოფისებში მყოფი ოპოზიცია პროტესტის წინა ხაზზე ყოფნას პროცესების კულისებიდან მართვას არჩევს. თუმცა ლიდერებს აღიარება არ უნდათ იმის, რაც ელენე ხოშტარიამ ერთხელ უკვე აღიარა და ირწმუნებიან, რომ აქციები თვით ორგანიზებულია. ეს არის თვით ორგანიზებული პროტესტი, რაც რა თქმა უნდა ქართული ოცნებისთვის და მისი პროპაგანდისტული მედიისთვის რთული აღსაქმელია. ელენე ხოშტარია იტყუება ბატონა გრიგოლ? არ ვიცი, ელენე ხოშტარიას უნდა კითხოთ, რას გულისხმობს ორგანიზებაში, ეს არ არის. ორგანიზებაში რას იგულისხმობს ბატონა გრიგოლ? არ ვიცი, მას უნდა კითხოთ. მე რატომ ეკითხებით? ეს არის სახალხო პროტესტი და არა პარტიების პროტესტი. არა და პროცესების უკან რომ თავად დგანან ამას სხვა ფაქტებთან ერთად ოპოზიციის პარტიული ოფისებიდან გამოტანილი ის ძალადობრივი იარაღები ადასტურებს, რომლებიც აქციებზე ვანდალიზმისთვის გამოიყენებოდა. დესტრუქციის საშუალებები ხელიდან გამოეცალათ, ამიტომ ახლა ქვაბების და ტაფების გარდა სხვა გზა აღარ დარჩათ. დღეს დილით ანასუბელიანმა ეგრეთ წოდებულ მარშზე სამეზობლო გამოიყვანა. მოგვიანებით კი რადიკალებმა ბებია ბაბუები გამოიყენეს. მომართულ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია ხელოვნური რეალობის შექმნა სურს, თითქოს პროტესტში მთელი ქვეყანა ერთიანია, თუმცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვეღარ ახერხებენ. მე მგონი უკვე სიმართლე გითხრათ არასერიოზულად იქცა ყოველდღე რაღაც სხვადასხვა პროფესიის თუ ასაკის თუ არ ვიცი რაღაც სხვადასხვა გენდერის და სხვა მიხედვით ასე ვთქვათ ღონისძიებების დაანონსება, მაშინ როდესაც ხედავთ, რომ ერთ-იგივე ხალხი არის. ეხა ხან ერთ-იგივე ადამიანი, ხან ასე ვთქვათ, კაცების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან იურისტების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან დილით ადრე ამდგომების მარშით იღებს მონაწილეობას და ასე შემდეგ. ნუ არასერიოზულია უბრალოდ ეს ყველაფერი და ნუ ხედავთ, რომ გასაგებია არის რაღაც ერთი სტაბილური რაოდენობა ადამიანებისა, რამდენიმე ასეული, რომელიც ყოველდღე გამოხატავს ამ თავის რაღაც პროტესტს თუ ასე შემდეგ. მე მარტივი კითხვა, რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, რა თქმა უნდა. ეს საკითხი სინამდვილეში რა შეეხება? ჩვენ ხო ამას ვამბობთ, რომ როგორც კი ემოციები დაცხრება და მოუწევთ იმის თქმა, თუ რეალურად რა უნდა, მათ შორის ამ რამდენიმე ასეულ ადამიანს რეალურად რა არის მათი მოთხოვნა ხო არის, მათი პროტესტის საფუძველი ხომ არის არჩევნებში დამარცხებით იმედგაცრუება. სახელმძღვანელოები დაუძველდათ უბრალოდ, იმიტომ რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, ყველაფერი გაშიფრულია. დღეს არ არის 2014 წელი. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო, როგორ ხდება ფერადი რევოლუციები, რა სცენარით იმართება, ვინ მართავს ამ ყველაფერს, ყველაფერი გაშიფრულია, ყველაფერი დევს ხელის გულზე. ყველაფერი ძალიან გავს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუციების სცენარებს. ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია, პირდაპირ ასახულია სხვადასხვა სახელმძღვანელოში და ამ სახელმძღვანელოს გამოყენებით ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც გადატრიალება მოახდინონ. მაგრამ ნაცმაიდანი ჩვენს ქვეყანაში ჩავარდა. გეგმებოდა ზუსტად მსგავსი სცენარების განვითარება, მსგავსი წარმოდგენების განვითარება, რატო? იმიტომ რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, წარმოაჩინონ შიგნით თუ გარეთ, ჩვენთან თუ საზღვარგარეთ, წარმოაჩინონ რომ ვითომ მთელი ქვეყანა ფეხზე დგას და ყველა პროფესიის ადამიანი თურმე ამ საქმეს ემსახურება და ეს უნდათ რომ განახორციელოს სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სინამდვილე ძალიან შორს არის იმ ხელოვნური რეალობისგან, რასაც ქმნიან ცალკეული ძალები, მათივე ცალკეული ტელევიზიების საშუალებით. სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული ქვეყანაში არ ხდება.
სხვადასხვა რიტუალური ღონისძიებები, პიანინო, მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, ფსევდომზრუნველობა ცხოველებზე, საკვების დარიგება და ასე შემდეგ. საზოგადოების ემოციებზე თამაშსა და მუხტის აწევას რადიკალები კულუარებიდან და მაიდნის სცენარით ცდილობენ. პარალელების ჩამონათვალს ახლა უკვე ეგრეთ წოდებული მარშებიც ემატება, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და სხვადასხვა წლებში რევოლუციების დროს გამოიყენებოდა. თუმცა ამ სცენარის დაკოპირებაც უნიჭოდ გამოსდით და რეალურ მიზნებს ვერ მალავენ. მსვლელობების ფარგლებში დღეს უნგრეთის საელჩოსთან რამდენიმე ყოფილი დიპლომატი შეიკრიბა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა.